გამარჯოს. საიდან მოდიხართ? გირევით. გზა არის ხო მანქანის? ავა. იქ მივდივარ და მაგიტო. ამ ხელა ტრასაზე ადი, ჩადი, წვალება, ეს აღარ საძოვრები, ყველა საკუთრებაში გადაეცა ეს მიწები, ყველაფერი და ძნელი იყო. და ისევ გადავწყვიტე აქ დავჩენილი ყავი თელი ზამთარი, თელი წლები რა და ესეც ვფიქრობ. მანამდე შემიძლია და მაქვს შრომის უნარი ვიქნები აქ და მერე ან წავალ, ან წამიყვანს. წამიიღებ უფრო სწორედ. იქით ხეობა იწყება იქ ჩიღოდან, ჩიღო, დართლო, მერე ყვაოლო, დანო, ჭეშო, ფარსმა, გირევი. 7-8 სოფელი მოქმედი და იქ ნასოფლარი ჭონთიოა ზევით, გირევი ზემოთ. და 8-9 სოფელში აი ეს 3 სოფელი არის, რომ ზამთრობით რჩებია თითო კაცი. მეცხვარეები წავლენ მაქსიმუმ 1 კვირა, არც კი 5-6 დღეში. და მაისის ნახევრებამდე 7-8 თვე კინაღა. გვიწევს აქ აი თუშეთში ვინც რჩებით მარტო ყოფნა. აქ ექიმებიც ვერ აძლევენ ეთყობა რა ვიცი, თუშეთში არასწადია. 10-12 კომლი ხო ვართ და ექიმი როგორ არა ჭირდება რას. ყველა ჯანმრთელი ხო არ არის. რა იშვიათია რომ გაძლოს აქ რა ვიცი. აი რაღაც რომ გაჭირდეს ვერტალიოტი რომ მოდიოდეს ყოველ იმაზე. ეხლა თავიდან იყო კვირაში 1 რეისი იყო დანიშნული. ეგ უკვე ზედმეტია და თვეში 1 რეისი მაინც იყოს აი ეს ვინც მთაში ვართ. იმასე 1 რეისი გაკეთდეს რომ რაღაც პროდუქტი იქნება, რაღაც იქნება საჭიროება რომ გაკეთდეს. აი ეს დაბალი ის რომ ღელი გადის აი. მანდა რომ შეხვიდე დაახლოებით 5 კილომეტრში. 5 კილომეტრი შესაძლოა. ამის ზემოთ მისაზღვრებიც აღარ არიან, ისინიც ჩამოდიან. ისინიც ახლა 18-ში აქვს შეცვლა და ეგ არის, იკეტება. ჩვენ ვართ მისაზღვრეები პრინციპში. აქ რო ვიღაც დასახლდეს, მთლიანი თუშეთი დაკარგულია. ჩეჩნები რო გადმოვიდა დაღესტანი. ხო და რო არ მოხდეს, რა უნდა ვქნათ, რა უნდა გავაკეთოთ? აი ხალხი უნდა დავასაქმოთ და დავასახლოთ. აი რომ რაღაც უნდა იღუნოს თავრობამ, დაინტერესება რაღაცა იმის, რა ვიცი. კი არიან ეხლა პატრონები, იციან თავისი ნაფუძარები, წინაპრებისა, მაგრამ იმ მასალა ხო უნდა შეიტანო, უნდა ააშენო. რით უნდა შეიტანო, წინანდელი დრო არ არის ხარებით და ცხენებით ეზიდო. ტექნიკა თუ არ შევიდა ნასოფლარებში, არა მგონი რომ ფეხზე დადგეს. რამდენ ხანს გაძლებს? იშლება და იშლება ეს ყველაფერი. ო იშლება, იცხვარი გადადის, გადმოდის იმ ნასოფლარი კედლები იშლება და იშლება, ეგრეა. და საცამანქანე გზა მივიდა, ყველგან კეთდება, დგება ეს ძველი ნასახლარები, ძველი ეს ხალხი მოbrunda ზაფხულობით, ხო და აი ახლა მაგალითად ჭონთიომდე რო გზა ავიდეს ნაკუდურთაში, ჰეღოში წავლენი სოფლის მაცხოვრებლები აღადგენენ თავის იმას. მიიტანენ ქვას, მასალას.
უტრანსპორტო უიმესო დაიშლება, წაიშლება ეგ და სოფლარი ყველა. ხელთავ თიბაო ხელ ჩიუღეშ მაგდღეშია ის სუსუ. პირველი 2 წელი ძალიან გამიჩირდა რომ არაფერი მომზადებული არ ვიყავი. აი შრომის მხრივ ვიზახი რა. სულ ხელით მიწევდა თოხნა, ბარვა. ევროპისკენ მივდივარ თუ და ევროპაში მე მგონი ეგრე არ აშრომებენ თოხით და ბარის რა რომელი დროა ეხლა. ზარმოიდგინე. ტექნიკები შემოიტანეს ვითომ და მოზამთრეებზეო ეს ტექნიკა საწავი და აზრი არა ვარ. ფიზიკურად აი თიბა გინდა, ის გინდა, კარტოფილი უნდა დათესო რაღაცა. ხო და ეს ყველას ნობილია. გარდარყნილები არიან, აი ტურისტებს ზასდევენ ისე რომ აჭვევენ რაღაცებს და დაირყნენ. დაფინანსებები ხო არის რაღაცა, რა ვიცი, სოფლის მეურნეობაზე ამოდენა ტექნიკაა გამოყოფილი ესა. იმას კი არ ვიძახი, რომ ფულს არ გადავიხდითო. კი ვიყიდე 4500 მივეცი სათიბში, მაგრამ არა თიბავს. ის ძვირი რო ვიყიდო იმდენს ვეღარ ავწუდები, 12-15 ვიღის კაი სათიბები რომ გავთიბო. ცოტა დახმარება დაფინანსებით რაღაც 50%-იანი რაღაც რო იყოს შეწუდებოდა ადამიანი იგეთ იმას. ეგაც არის, აბა ტექნიკა თუ იქნება და ყველაფერი ფიზიკურად იმდენი შრომა არ მოუწევს, ბევრი დარჩება.